2024 წლის 8 დეკემბერს ვიყავით თბილისში პეტრიძის ქუჩა ნომერ 7 ბინა 27-ში თეოდორი აბრამოვის დროებით საცხოვრებელ ბინაში მისვლისას დაგვხვდა ნათესავი ზაური ქისტიაშვილი თუ სწორად ვამბობ ჩვეულებრივ მე ვიყავი და დეტექტივები იყვნენ ჩემთან ერთად ალექსანდრე გვინიაშვილი და ლუკა ციკლაური მისვლისას ბატონ ზაურმა გამოფხედა გავაცანით დადგენილება რის საფუძველზეც უნდა ჩაგვეტარებინა ბინაში ჭხრეკა რაზეც დათანხმდა ხელი მოაწერა დადგენილებას გაეცნო დადგენილებას და ჩავატარეთ ბინაში ჭხრეკა რომლის ჭხრეკის დროს რაიმე განსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა შემდეგ დავასრულეთ ოქმზეც გაეცნო ოქმს ბატონი ზაური ხელი მოაწერა და დავუშვით წამოვედით ძალდების ხარეს წარმოდგენილია ბიოლოგიური დასკვნა რომელსაც წარუდგენს სასამართლოს აღნიშნული დასკვნით დასტურდება რომ თედო აბრამოვს შეხებულობა ჰქონდა ნარკოტიკულ საშუალებასთან ვინაიდან ამოვიდა ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე მისი ბიოლოგიური კვალი თევდორი აბრამოვისგან ეს საკვლევი მასალა, კერძოდ ნარკოტიკული საშუალება და შესახვევი მასალა ამოღებულია კანონდარღვევით, პირადი ჭხრიკაა ჩატარებული კანონდარღვევით, იმიტომ რომ საფუძველი არ არსებობდა და ამასთანავე ეს ნარკოტიკული საშუალება თევდორი აბრამოვს არ ეკუთვნოდა, მისი ჯიბიდან არ ამოუღიათ, ეს თან ჰქონდა პოლიციას. ბიოლოგიური მასალა აღებულია თევდორი აბრამოვისგან პირადი ჭხრიკის პროცედურების დროს მოტყუებით მისი პირის ღრუდან თითქოსა ბრეკეტების ჩვენების მიზნით.